ზურაბ არაგვის ერისთავს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული მარაბდის ველზე თავში ტყვიით მიყენებული ჭრილობა, როცა მას თბილისიდან ისახან ყორჩიბაში შათირი ახლდა და წერილი გადასცა. ისახანი გზას ითხოვდა არაგვის ხეობაზე, რათა ჯარით არშას ციხემდე მიეღწია და შაჰ-აბასის ოჯახის წევრი ქალბატონი უუნებლად ჩაეყვანა თბილისამდე. თანაც პირობას დებდა, რომ 12,000 მხედრისგან შემდგარი ყიზილბაშური ჯარი, რომელსაც ეს დიდი ქალბატონი უნდა გამოეცილებინა არშას ციხიდან თბილისამდე, არაგვის ხეობას არ დაარბევდა და თან პირობას ითხოვდა ზურაბისგან, რომ არც არაგველებისგან მომხდარიყო ყიზილბაშებზე თავდასხმა. ზურაბ არაგვის ერისთავმა, როგორც ჩანს, მალე მსრბოლი აფრინა გიორგი სააკაძესთან და ისახანის წერილის შინაარსი აცნობა. ხოლო ისახანს მისივე შათირის პირით შეუთვალა არაგზე ყიზილბაშ მეომრებს უსაფრთხოდ გავატარებ, დარიალის ხეობაში გადასულ შენსარდლებს არშას ციხესთან ქალსაც გადავცემ, მაგრამ უკან დაბრუნებისას არაგვის ხეობაზე უსაფრთხოების თავდები ვერ ვიქნები და ამიტომ შენგან გამოგზავნილმა ჯარმა არშას ციხის აქეთ არ აქვს გვერდი უნდა უქციოს, ლომისიდან ოხირის გადასასვლელი უნდა გადაიაროს და ქსნის ხეობის გზით დაბრუნდეს უკან. სხვა რა გზა ჰქონდა ისახანს და ქართველების ტყვეობიდან ქალის მშვიდობიანად გამოსაცილებლად 12,000 ყიზილბაში გაგზავნა არაგვის ხეობისკენ ხოსრო მირზას სარდლობით, რომელსაც თანასარდლებად მარაბდაში ნაბრძოლი შირვანის ბატონი ყაზახ-ხან ჩერქეზი და ადარბადაგანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი გააყოლა. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.